არ მინდოდა მსახიობობა. ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გქონდეს იდეალური გარეგნობა. მე მგონი ანორექსია მაქვს. რა გაიარე შენ როგორც მშობელმა? არის შეძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას. დღესაც რასაც უყურებ, რაღაცა ეპიდემიასავით არის კვებითი აშლილობა და ვერ შევამჩნიე. თითქმის ყველაფერზე მეტირებოდა მაგ პერიოდში. სულ მაქვს ეს რომ ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეგ არის ფატალური. რევიზიას ვაკეთებ, ეს ახლა რაღაცას რო ყვება, ხო, აი უცებ რაღაცა ხო აღარ გახსოვს და გადიხარ თავიდან ყველაფერს. მე რა ლამაზი ვარ, უბრალოდ ეხა რაღაცნაირად მას შემთხვევით ესე დავიყენე. ტრამპის შვილს რა პრობლემებიც აქვს, ის პრობლემები არ მინდა რომ ჩემ შვილს კონდეს. იმედი ეხა არ გვიყურებს და არ ეწყინება. ხო. არასდროს არ მქონია ის განცდა, რომ აი რა რთულია ესეთ ოჯახში დაბადება. მანიუს ინტერვიუს ვესწრებით. ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. აი რაღაცა ეს საშინელებაა. სწორი რაც ნაკლებს ვიფიქრებ უკეთესია. დემოკრატიული ოჯახი. ხო, დემოკრატია უნდა იყოს ოჯახში. გამარჯობა, მე ანა ვარტყებუჩავა და თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს და დღევანდელი ეპიზოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩემი სტუმრები ამ ამპლუაში ჯერ არსად არ გინახავთ. და მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ბევრი საინტერესო როლები აქვს შესრულებული, ერთმანეთის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სანამ სტუმრებს წარგიდგენთ, შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის სპონსორია Ashley Home, რომელიც გვთავაზობს ამერიკული ხარისხის ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის. ასევე ჩვენი სპონსორია ორინაბიჯი, რომლის აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ გამოიძახოთ ნებისმიერი რამ, რასაც შეიძეთ მაღაზიაში და ასევე ისარგებლოთ იმ აქციებით, რაც თავად ადგილზე დაგხვდებათ და ძალიან სწრაფად მოგაწვდით კურიერი, სადაც იქნებით იქ. და რა თქმა უნდა, მეც გავტესტე ეს აპლიკაცია და ჩემი სტუმრებისთვის ალკოჰოლური სასმელები გამოვიძახე საჩუქრად და მოდი ვნახოთ, რამდენად სწრაფად მოგვიტანს კურიერი. ეპიზოდის სპონსორია ორინაბიჯის გამოძახების სერვისი. ახლა კი დროა წარგიდგინოთ ჩემი სტუმრები, დედაშვილი, ნატა მურვანიძე და მანიუ თავაძე. გამარჯობა. გამარჯობა. ეს ვისწავლე, რომ თავიდანვე დიდი ამბით არ შემოვიდა და მივესალმო ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ პირდაპირ კითხვით მეცემი ხოლმე. მეც ისა ვარ, ახალ ამპლუაში ვარ და ცოტათი ვღელავ ხოლმე რა, რაღაცები მეშლება. ჩვენც ესე გამოდის, რომ ახალ ამპლუაში ვართ ახლა. ხო, და ნატოს ახლა ყველა იცნობს და ალბათ უფრო მანიუს გაგვაცნობ უფრო კარგად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მანიუ გაგვაცნობს სულ სხვა ნატოს, რომელსაც მაყურებელი არ იცნობს. 19 წლის იყავი, როცა გააჩინე დათა და 32-ის, როდესაც მანიუ გაჩნდა. რა განსხვავება იყო? თან ესეთი ჩართული აქტიური მსახიობი ძალიან ძნელია, მე ვიცი ჩემ თავზე და ხა წარმომიდგენია შენთვის როგორი რთული იყო და განსხვავება რა იყო ასაკებს შორის? ჩართული ძალიან ესე 19 წლისას ვსწავლობდი. ძალიან ესეთი შეკრული ჯგუფი ვიყავით, მეგობრობდით ძალიან და გარდა იმისა, რომ თქვა დედა მეხმარებოდა სახლში, იმიტომ რომ დათა ძუძუს ჭამდა, ამიტომ დამყავდა რეპეტიციებზე და ლექციებზე და ხან ერთი გაიყვანდა, ხან მეორე, ხან მე, ხან ესე ჩვენ გქონდა შალვა გაწერილია სტუდენტები ვიყავით და აი ახლა ახალი თეატრი სადაც არის, იქ იყო მაშინ მოზარდ მაყურებელთა თეატრი და მან თქონდა ლექციები. უკან იყო ეს ბაღი. და ამიტომ ეს დათა ბაღში ყავდათ, ხან ერთი აძინებდა, ხან მეორე, ხან და ესე მონაცვლეობით ერთმანეთს სათამაშოსავით იყო პრინციპში. ვერთობოდით ყველა და ესე გაიზარდა მანდ. მანიუს შემთხვევაში უკვე ისეთი ის იყო, რა ქვია, უკვე დამთავრებული მქონდა სწავლა-განათლება და შენთვის იცი ამბობენ რომ აი მეორე შვილს სხვანაირად გრძნობ თუ აი რაღაცა არის და მე ვერ ხვდებოდ და ის ყვებოდნენ კიდევ რომ აი ბავშვი რო გაჩნდა ის წამი ყველაზე ბედნიერი და
მე რო საკეის რო გავიკეთე და ბავშვი მომიყვანეს, ამთოს ვერ ვიგზენი ბედნიერება იმ ორ წამში, იმიტომ რომ ძალიან დაბრუნებული შეშინებული ვიყავი. ორივეჯერ ეგრე ვიყავი და არა, მე მახსოვს ორივე და ძალიან მართლა ძალიან უცნაური რაღაცა არის, რომ ნუ ალბათ ყველას ასე აქვს, რომ რაღაცნაირად უცებ წამში გავიწყდება ის რაც მანამდე იყო და რაღაც ისეთი რაღაცა ხდება, არ ვიცი, ჯადოსნური ეს ბედნიერების განცდა თუ მოლოდინის რაღაც აი არ ვიცი რაღაცას ორივე ჯერზე ძალიან ესეთი უცებ წამში თითქოს ის ყველაფერი არ იყო რაც მანამდე იქ წამი გახსოვს დაწუნებრივად შეგრძნებით მე მახსოვს ხო აი თაიას ლოყა რომ მომედო დღესაც ეგეთი ლოყა აქვს და მეორეზე რა მაშინ მივხვდი თითქოს მაშინ ვიგრძენი პირველიც იმიტომ რომ ახლა რაღაცა მეორეჯერ უფრო გამოცდილი დედა ვიყავი და რაღაცა ვიცოდი ეს დედაშვილური სიყვარული იყო და პირველზე არ ვიცოდი მიხვდით იმისა რომ არც ესეთი პატარა ვიყავი 29 წლის ვიყავი რა მაგრამ ცოტა შემეშინდა რომ მაშინ ყველაზე საუკეთესო და ბედნიერად არ ვიგრძენი შეშინებული დედა ვიყავი მაგის თქმა მინდა მე იმხელა სხვაობა ამათ შორის რომ ფაქტიურად ორჯერ პირველად ვიყავი დედა ესე გამოდის რომ კერა სკოლაში ვწავდი პირდაპირ შვილი გამიჩნდა თქო ვიძახცი უკვე რაღაცა დათა დიდი იყო და ორივეჯერ რაღაცა ესეთ პირველი შეგრძნება იყო რა რა თქმა უნდა განსხვავდება არა აი ამაშია საქმე რომ მიუხედავად ასაკისა 19 წლის შენც ბავშვი ხარ და რაღაცა ესე მოხდა არ ვიცი მზად ვიყავი ამისთვის თუ ძალიან მინდოდა სულ მინდოდა და პატარაობიდან მინდოდა აი რაღაცნაირად ესეთი სახლშია ჩვენთან ბებია ჩემიდან დაწყებული რაღაცა გაღმერთება ბავშვების და ორსული ქალი და რაღაცა და ქუჩაშიც დღემდე ხა ორსულებს რო ხედავ ხოლმე არ მერიდება მივდივარ და აი რაღაც ის არის რა ქვია და ეთყობა ეს იმდენად იყო ჩვენთან ეს რომ აი ველოდი რომ ეს იყო ყველაზე მთავარი რაც უნდა მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში და ძალიან ველოდი ამ 19 წლის ასაკშიც ისევე ველოდი როგორც 32 წლის ესე გეგმავდი რომ თქვათ აი გავიზრდები ბავშვები რომ მე 2 უნდა მყავდეს მე 4 უნდა მყავდეს რა გოგოებმა ვიცით ხოლმე რაღაცა ესე წარმოდგენა რა გათხოვებაზე ხო ოცნებო მე არასდროს არ მიოცნებია გათხოვებაზე არ მიფიქრია რომ გათხოვების შედეგად შეიძლება მყავდეს შვილი მინდოდა სულ შვილი გინდოდა მანუ როგორი დედა არის ნატა? კაცრი დედა? მე კი ვიცი ამის პასუხი, მაგრამ გუში მკითხა, აი არასდროს ეგეთი არ უკითხავს. კაცრი ვარ თუ არა? რომ იცოდა რომ აქ მოვდიოდით, მაინც ეგ არა, მაგიჩობა არა. გამოწვა. სხვა აზრების გამო. ხო, აი მოვიდა და მეკითხა რომ კაცრი ვარო და აი ისა შევიცხადე რომ არა, საერთოდ არ არის კაცრი, მე მგონი არასდროს საერთოდ არ მახსენდება არც ერთი მომენტი, რომ რამეზე ძალიან კაცრად ეთქვა შენიშვნა ან აი გრძალა რაღაცა ეკრძალა რა აი სკოლის პერიოდშიც მე რომ ჩემი კლასელებს უყურებდი და მათ ურთიერთობას თავის მშობლებთან და ნიშნებზე რამ ხელა პანიკაც იყო ხოლმე ვთქვათ ამ ბავშვების მხრიდან და როგორ ნერვიულობდნენ მე მშობლები როგორ მიიღებდნენ ვთქვათ ცუდ ნიშანს და რაღაცა საერთოდ არასდროს არ მქონია მსგავსი ნერვიულობა მაგას აქშიც რა რომ იმიტომ რომ სულ ხედავდი რომ თვითონ არ აინტერესებდა ეგეთი სისულელეები და სხვა რაღაცებს უფრო აკვირდებოდა. ანუ მეგობრები ხართ, ვიდრე უფრო ესე ასე ვთქვათ, დედაშვილი როგორც წარმოგვიდგენია, რო თქვათ ის მეგობარი ვარ. გამოცდილი მეგობარი. ჭირო არ ამნანახი. კი. ნუ უკეთესი მეგობარი სად შეიძლება რომ გამოვიწერო. ნამდვილად, არსად. ნამდვილად, დედა საუკეთესო, საერთოდ მშობელი, საუკეთესო მეგობარი დედა იქნება თუ მამა. და შვილიც. დედა კი, შვილიც ნამდვილად. იცი ამაინტერესებს, სულ არის ეს, როდესაც ადამიანი დაკავებულია და განსაკუთრებით თუ ცნობილია, რომ ეს რაღაცა შემოვიდა განსაკუთრებით ჩვენ თაობაში ეს დანაშაულის შეგრძნება თითქოს შვილთან რო არ ხარ, იმიტომ რომ დაკავებულობა რაღაცა, არ ვიცი 2000-იანი წლების შემდეგ გულისხმობს საერთოდ უკონტროლო საათებს მუშაობის, ანუ ძალიან ბევრს. აი იმას გულისხმობ, რომ შეიძლება ღამე დედას გადაღებები ქონდა, რეპეტიციები მშობლებს
შენ გაკლდა მშობლები თუ შენ იმ კატეგორიაში შვილებს ეკუთვნი იმისაც უხარიათ რომ მშობლების ახლიდან მიდიან ხოლმე იმიტომ რომ ჩემი შვილები არიან რომ კაია დედა მიდის ზოგჯერ არ მიგრძნია არც ეგ დიდად რაღაცა ძალიან ხშირად დავყვებოდი ხოლმე უფრო აი სპექტაკლებზე და კულისებში ვიყავი ხოლმე და მამაჩემსაც მივყვებოდი და ნატოსაც მივყვებოდი ხოლმე და სულ კულისებში ვუყურებდი ხოლმე ამათ და ეგ რაღაცა ცალკე სიამოვნება იყო ამათი ყურებ კი ძალიან მიყვარდა კულისებში ყოფნა ჩემი რაღაცა ხალხი მყავდა იქ ტექნიკური რეჟისორები და ვიღაცები ვისაც ვემეგობრებოდი ხოლმე და ძალიან სიამოვნებდა ეგ მაგრამ ესე იყო ხოლმე ხა რა თქმა უნდა ძალიან ხშირად იყო ის მომენტი რომ არ ყოფილან სახლში ან რაღაცა მაგრამ მე არასდროს არ მიგრძნია ეგ დანაკლისი რაღაცა უფრო მიხაროდა ხოლმე სახლში რომ მოდიოდნენ ბევრად უფრო სასიამოვნო იყო ეგ რომ აი რაღაც ჩემი თავისთვის მქონდა მარტო რაღაცა დრო ან ბებია ჩემთან ერთად ვიყავი ხოლმე ძირითადად და ბალეტზე რომ დავდიოდი მან რაღაც უფრო ვირთობდი თავს და არ მქონდა ეგ განცდა რომ ვინმე მაკლია და მე სახლში რომ მოდიოდი და ისინიც რომ მოდიოდნენ რაღაცა ძალიან სასიამოვნო იყო. ესე დანაკლისი არასდროს არ მიგრძნია მე მგონი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება ეხა. კულისებში რიდექი გახსოვს ეგ რაღაცა ფიქრები, რომ გეგმავდი მომავალში, რომ აი მეც ესე ვიზავ, თუ ქონდა რამე სხვა ვარიანტები და საერთოდ აი ამ მსახიობობამდე როგორ მიხვედი? ეს იყო რაღაც ერთ-ერთი გზა თუ ეხა იმას არ ვიტყვი რომ მშობლებმა გაიძულეს მაგას ეგეთი რაღაცა პირიქით არის ხოლმე ძირით ანუ გაიძულეს ხო იცი რას გულისხმობ ზოგჯერ არის ხოლმე რომ რაღაცა რაც გვესმის იმას ვარიგებს არა ძალიან არ უნდათ ამათ მე რომ მსახიობი დარწმუნებული ვარ ხო იმიტომ რომ მსახიობებს არასდროს უნდა თავი ეცვლებით რომ მსახიობი ალბათ ხო ეგ მაგრამ მართლა არ მინდოდა არა ხო მე გამოვაცხადე მაშინ როცა ქორეოგრაფიულში ვეღარ ვაბარებდი რაღაცა ისე მოხდა რომ საქმეზე რომ მიდგა აღარ მომინდა ჩაბარება თან რაღაცა მოკლედ გრძელი ამბავი არ შევეხები მაგას მაგრამ რომ გადავწყვიტე რომ აღარ მინდა ქორეოგრაფიული მეორე ვარიანტად სადღაც ტვინში ალბათ მქონდა უკვე რომ თუ ეს არ არის მაშინ სამსახიობოზე მომინდება ალბათ და მერე უკვე რომ ჩაბარების დრო მოვიდა რაღაცა მე-11 კლასში რო ვიყავი და გადაწყვეტილების მიღების მომენტი რო დგებოდა, მაგ დროს გავაჟღერე რომ უნდა ჩავაბარო თეატრალურში თქო და ნუ აი უარზე არ იყვნენ ესე პრობლემა ესე არ ქონიათ, მაგრამ აი იქნებ რაღაცა სხვაზე დაფიქრდე აი ცოტა. არა, ეგ არ იყო იმის გამო რომ არ გვინდოდა არა. იცი რატო? იმიტომ რომ არის რაღაცა რაც არის თითქოს გარდაუვალი რა, აი შემოთავაზებული და რაღაცა ასაკში შეიძლება გეგონოს რომ ეს გინდა და სინამდვილეში არ აღმოჩნდე იმ პროფესიაში რომელიც ისე შეგიყვარდება რომ მთელ ცხოვრებას მიუძღვნი და ბედნიერად ხო აი უფრო ეგ კითხვის ნიშნები რომ უფრო ეგ არის რომ იქნებ აბა ნახო რაღაცა სხვაც იმიტომ რომ ეს რაღაცა შემოთავაზებული იყო მაგიდაზე იდო უკვე და ამიტომ თუ თქვათ არ იყო ანუ წინააღმდეგი არავინ არ იყო უბრალოდ იქნებ რაღაცა სხვაც იყოს საინტერესო დათა შემთხვევაშიც იგივე იყო ზუსტად როცა ეს გადაწყვიტა იქნებ რაღაცა სხვა უნდა ქონია ეგეთი რაღაცა. იქნებ ფიზიკა უნდა, მე რა ვიცი. ეგეთი რაღაცა ქონია, რომ აი შეთავაზა, ვინმე მციფრები ანახა ბავშვებს. და რამე ქონდა სურვილი თქვა ექიმი, ქირურგი ყოფილიყო, ან რაღაცა ყოფილიყო. არა, ესეთი რაღაცა არა მგონი, რა ვიცი. მე ერთჯერ ექიმთან აი ეხა რო არის რაღაცა ახალი სისტემა რო გადაგამისამართებენ, მე იქ რომ დააინთოს და რაღაცა მივხვდი რატომ უნდა ხოლმე ექიმის სიძე, იმიტომ რომ ძალიან кай ყოფილა ვიღაცა შინაური რო ყავს ექიმი და ხვდები ან წინა თაობაში სულ იყო ეს რაღაცა რომ ექიმის სიძე ან რაღაცა ექიმის შვილი და რაღაცას რო ეხმარებოდნენ ხოლმე ძალიან кай დარწმუნებული ვარ მე პირადად არ მინდოდა მსახიობობა არასდროს შენ არ გინდოდა მსახიობობა აბა როგორ მოხდა ეგ მე ხატავდი და ზერწავდი ძირითადად მაგით ვიყავი დაკავებული და რაღაც ყველას ეგონა რომ აქ და ესე რომ აი თქვათ ოცნება მქონოდა ისიც ოცნება არ არის ხო თქვათ ხატვა და ზერწვაც ოცნება არ არის აკეთებ ამას ეს არ ნიშნავს ჩააბარებ არ ჩააბარებ არა აქვს მნიშვნელობა აკეთებ ამას აბა რამ გადაწონა ეს რა იყო ეს ერთი სისულელე მე და ზალიკო ჩიქობავამ გადავწყვიტეთ რომ ერთად ჩავაბაროთ იმიტომ რომ ბავშვობის მეგობრები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ და ეგ მაგას ბავშვობიდან უნდოდა სუმტენი და სადღაც ბიბლიოთეკაში რაღაცებს თამაშობდით ძალიან არ მინდოდა მაგრამ სულ რაღაც ის იყო და ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა ამის გამო მე ერთი წელი რაღაც ფერწერაში უნდა მომზადებულიყავი და ის ერთი წელი რახან არ ვაბარებდი აი ესე ჰოპ და აღმოჩნდი
ეგ არ ვიცოდი. ხო, არა, ესე არ მიოცნებია. ხო, ადამიანი ფიქრობს, რომ შენ ახლა ნატოშვილი ხარ, აი ეს წინაპრები, ყველა მსახიობი, ესეთი ცნობილი და რატომაც არა, ყველაფერი მარტივია და დარწმუნებული ვარ, შენთვის პირიქით, ეს ძალიან რთულია. ამაზე არ კი, გიფიქრია? ამაზე მიფიქრია, მაგრამ და აჯობო თუ როგორ არის ხოლმე ეს ფიქრები? აჯობო კი არა, შენ უნდა იყო რა. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ეგ ძალიან დიდი რაღაცა მოგდევს. გამოწვევაა, ხო? კი. და ყველა იცნობს შენ ოჯახის წევრებს და შენ აუცილებლად ვიღაცას შეგადარებენ და ეგ აუცილებლად მოხდება, რაც არ უნდა გააკეთო, მაგრამ რეალურად როცა ამის ინტერესი მაქვს მე და როცა ამაში შევდივარ, ჩემი თავით შევდივარ პირველ რიგში და არა იმის გამო, რომ აი დედა ჩემი როგორ იზამდა ამას ან რაღაცა ეგეთ რაღაცებზე ნაკლებად ვფიქრობ. სწორი, რაც ნაკლებს ვიფიქრებ, უკეთესია. ხო და რა თქმა უნდა ეგ არის და საზოგადოება ალბათ ეგრე ხედავს უფრო ყველაფერს, მაგრამ აი რა უნდა ქნა თუ ეს გაინტერესებს მაინც. ხო. მანი, შენ და ნატა შორის არის რამე ესე თვისება საერთო, პროფესიულიც და პირადიც, რაც არ მოგწონს, აი ცოტათი როგორც დედა გაღიზიანებს და თქვი. და ან პირიქით მოგწონს ძალიან. ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. აი რაღაცა ეს საშინელებაა. აი ყველაფერი რაღაც ცოტა კომპლიმენტს რო ვერ იღებ მაგდონემდე. რას გულის? ძალიან რთულია. არ ვიცი, აი ყველაფერს რა ნატოც ეგრე არის, მე ნატოზე მეშლება ნერვები, ამას ჩემზე ეშლება ნერვები. აი მაგალითად ვიღაცა რომ მეტყვის, თქვა რა კარგად გამოიყო, კაი რა, აი ეს რეაქცია გვაქვს ორივეს. კი. ეს შეიძლება იყოს თაობის თუ როგორ სადაც მაგალითი დედისგან თუ როგორ? არ ვიცი. არა, ეგ ხო გულწრფელია, მაგას ხო იმიტომ ხო არ აკეთებ, რომ გამეცადინეს. ჩვენი თაობა ესე იგებს და როგორ იღებს ჯენზი კომპლიმენტებს. ხშირად არის ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ ჯენზის თუ ეტყვი რომ ლამაზი ხარ, ვიცი, გეტყვის და ჩვენ ვაიმე რა ლამაზი ვარ, უბრალოდ ეხა რაღაცნაირად მას შემთხვევით ესე დავიყენე და ეს ჩემი მეუღლის სვიტრი მას რაღაცა თავს იმართლებ ხოლმე. ხო ეგრე არის. კი, და ეგ გაღიზიანებს რომ ხო. კი. კი და რა, არ ვიცი, რა მომწონს ამ პროფესიის კუთხით რა გვაქვს საერთო მაგას პროფესიითაც და ხო? შენ რა მოგიჩენია რომ აი ხა ნატო ვარ. ალბათ ორივე ძალიან ემპათიურები ვართ. შენ ნატო? აი დაგინახავს რომ აი ხა ეს ჩემი თვისებაა? მანიში რაღაცა ეგეთი? არა, ჩემზე უკეთეს თვისებებს ხედავ. მე რაც ჩემ თავში მაგიზიანებს, ამაში ვხედავ რომ არ არის და მომწონს ეგ. სცენაზე როგორი არის? შენ შვილს უყურო რომ მსახიობია. მე ალბათ რა ვიცი, წნევა დამარტყამ და ძალიან ვინერვიულებ. რაღაცა დამცავი ირთვება, არ ვიცი, რომ ცოტა შეშდები, ანუ ვერ ხვდები, აი იმ ზომაზე რომ ვერ ვიგებ იმ წუთას ვერ აღვიქვამ. კარგია თუ ცუდიაზე აღარ არის ლაპარაკი. აი საერთოდ რაღაც ცოტა დამბლასავით მაქვს ხოლმე. დათა სპექტაკლებზეც და მანუ სცენაზე. მითაც თან აი რაღაცა ვერ რაღაცა ხდება, არ ვიცი. აზე არა ვარ ეგ რა არის. თუ მიდიხარ ხოლმე შენ პროფესიული რჩევისთვის ნატოსთან და შენ რო გინდა თქმა რაღაცის, რასაკეთებ? ძალიან ფრთხილად ეუბნები არა, ეგ არა გვაქვს. საერთოდ არ ეუბნები. ეგ არ ვეუბნები. პირდაპირ ეუბნები. არა, ეგ აი სულზე მოგვისწრებს ხოლმე რაიმე შეცდომა ვინმესთან, საერთოდ ეგრევე გამოჭერაზე ვართ. მანამდე თუ დამბლა არის და უცებ რამე ისე თუ არ არის და გაცოცხლდები იმ წუთას. ხო, არა, ეგ ფავორიტიკოსი ვინ არის ოჯახში მაინც? ყველა ერთმანეთის. რას ლაპარაკობ? უი. ზართულია. ვინ არის? ეხა ესენი დამემატენ, ესენი არ იყვნენ ადრე და ეხა ესენი დამემატენ. ესენი უფრო ისინი არიან დირექტორები? ისეთ რაღაცებს ამბობენ, რაზეც არ მიფიქრია, რაზეც არ ჩაგითვლია რომ ეს მნიშვნელოვანია. აი რაღაცა იმ სივრცეში თითქოს იმ ოთახში არ შევსულ ვარ. და ძალიან საინტერესოა ეგ. ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ, ეგ არის აი ეგ ნდობის ამბავი, არის ეგ რომ არ ვატყუებთ ერთმანეთს, არასდროს არაფერში. აი პატარებიც როცა იყვნენ აი რაღაცა ხო არის რომ დაპირდები რაღაცას, აი ეგეთი ტყუილიც კი არ გვითქვამს. და ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ნდობა მანდ ჩდება, ხო, როცა იცი რომ რაღაცის უკან რაღაცა არ იქნება, პირდაპირ რაც არის ეგ არის. მანუ შენი აზრით გახასიათებით ვის გავხარ?
ორივეს. ორივეს? გონია რომ უფრო ნიკუშასგან რაღაცნაირი სიდინჯე. სიდინჯე, ხო, ნიკუშასნაირი დინჯია. დათა შეჯერებით. ჩემნაირია, უფრო ამხრივ, აი ცოტა მაგრამ ისეთი. რაღაც მომენტებში უცებ რეაგირებს. ნატოსკენაც გადავდივარ ხოლმე. და ხო, არ ვიცი, ორივეს ვგავარ. უბრალოდ ეგ გამოვიჭირე რაღაც, რომ ნიკუშას ამით ვგავარ და ნატოს ალბათ დანარჩენი რაღაცეებითაც ვგავარ. არ ვიცი. აი რითი. არ ვიცი, ხა ეს რაღაც ინფორმაცია, როგორ ვიცი, ძალიან უცნაური ის არის შეგრძნება ეხლა, იმიტომ რომ ვესწრები მანიუს ინტერვიუს ვესწრები და ძალიან ჩართული ვარ ამაში. შეგიძლია კითხო რაც გინდა და მე დამაბრალო. მაგრამ გუში გიკითხავს უკვე. კაცრი. არა, გუშინის რაღაცა ხო, რაღაცას მოყვა ეს, რომ დავფიქრდი, რომ რამე ხო რა ვიცი, როგორ აღიქვავს, მე რა ვიცი. აი როგორი თინეიჯერი იყავი და თუ იყო მაშინ რაღაცა რთული პერიოდი თქვენ შორის, იმიტომ რასაც გიყურებთ, ეხა ყველაფერი ძალიან ლამაზად გადალაგებული და არანაირი პრობლემა არ არის. თინეიჯერობა არის პირველ რიგში რთული პერიოდი იმ ადამიანისთვის, ვინც ყველას ძალიან გიყვარს. და რაღაცნაირად უნდა ეცადო, რომ იმ პერიოდში საყრდენივით იყო უფრო, ვიდრე თითის მქნეველი და იმიტომ რომ იქ ხდება ძალიან დიდი ჰორმონალური უამრავი რაღაცა გადაწყობა ხდება, ხო? და ამასთან თვითონ რა მდგომარეობაში არიციან, ხო? ძირითადად ეგრეა. რა ხდება, რასთან ცხოვრება, ძალიან ბევრი რაღაცა მე სხვანაირად აღიქმება, ახალ ინფორმაციას იღებენ, ყველაფერი პირველად არის მათ ცხოვრებაში. რაღაცების აღქმა, შეიძლება იგივე, მაგრამ სხვანაირად აღიქვამენ და ამის გადაფასების, გადაწყობის პროცესში არიან და ვფიქრობ, რომ მათ უფრო უჭირთ იმ მომენტში, ვიდრე მშობელს შვილთან კომუნიკაცია და უიმე ისეთი მძიმეა და ის თვითონ ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და ჭირდება გადაგორება ამ პერიოდის ისე რომ არის ჯიჯგნომ აქ პერიოდში, იმიტომ რომ თვითონ უნდა შედგეს, თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს ყველა შემთხვევაში. ვერაფერს ვერ უკარნახებ მაგ დროს. აი რა შემდგომარეობს, შენ უნდა დაეხმარო, მსუბუქად გადაატაროს რაც აირჩია. იპოვოს თავისი თავი. თავისი თავი და ორივე ფეხზე დადგეს. ოღონდ თვითონ უნდა ქნას, შენ არ უნდა შეუშალო ხელი. ჩემი აზრით არ ვიცი. ესენი არ იყვნენ რთული შვილები, ესეც არის რა, ეხლა ძალიან ისე ვლაპარაკობ, მაგრამ არ იყვნენ პრობლემური ადამიანები, ამიტომ მაგასაკში. ამიტომ ვთქვათ, ჩემთვისაც არ იყო რთული, შეიძლება რაღაც ისეთ რთულ თინეიჯერობასთან აქვთ ადამიანებს ის რომ სხვანაირი მოპყრობა უწევთ ეს იქიდან გამომდინარეა, ხო? ხო, რა მოცემულობა. ხო, მე აი ესეთი საფრთხე არ იყო, ვთქვათ, რომ ან სადღაც გადავარდნილიყვნენ, ან გადმოვარდნილიყვნენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ეს ნდობის ფაქტორი რომ არსებობს ჩვენ შორის და რაღაცა ყველაფერი გახსნილი იყო და ამიტომ არაფერი არასდროს არ ეკრძალებოდათ, ესე აკრძალული არაფერი არ იყო, ყველაფერი იყო არჩევანი. და პასუხისმგებლობა იმ არჩევანზე. სადაც თქვათ ჩემი პასუხისმგებლობა აღარ არის. როდესაც შენ ირჩევ რაღაცას მაგასაკში უკვე ეს არის შენი არჩევანი. ქონია ესეთი განცდა რაღაცაზე, რაც თქვათ 19 წლის ასაკში ან რაღაცა მოცემულობაში თვლი რომ შეიძლება ეს არ იყო ძალიან ისეთი ხმამაღალი თქო შეცდომად, მაგრამ აი გული წდება და იმას ჩავასწორებდი ან გავასწორებდი რაღაცა შენი მხრიდან ბავშვებთან. იქიდან გამომდინარე რომ აი რაღაცა მუშაობ, ამის დრო არ არის. ამას ხო ძალიან კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაზეც თქვათ, რასაც ჩემ თავს არ პატიობ რაღაცებს. რაღაცები რაც გამეპარა და უფრო რთულად დაბრუნდა მერე თავის ადგილას თქვათ და შეიძლება ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მერე არიცი თქვათ ის გამოცდები და ის სირთულეები რაც მათ გამოიარეს არიცი უამისოდ შეიძლება არ ჩამოყალიბებულიყვნენ ასეთებად. დღეს ვინც არის. ხო, ამიტომ არიცი ეს სწორია თუ არასწორია. ანუ მე რო ვთქვათ უფრო ფრთხილი ყოფილიყავი სადღაც, ან უფრო
შემშინებოდა რაღაცების და გავლენა მომეხდინა თუნდაც, რაცაც ვერ ვიტან. არ ვიცი, რამდენად მე ვთქვათ სხვა სირთულეებს გაუმკლავდება. ესენი ხო ყველაფერი ნელ-ნელა როგორც ვაქცინა ისე უნდა შევიდეს, ხო, ესე ვერ დაიცავ. არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში, არსად არავინ. ამიტომ ყველგან სხვადასხვა გამოწვევებია, სხვადასხვა სოციალური პრობლემებით. ტრამპის შვილს რა პრობლემებიც აქვს, ის პრობლემები არ მინდა რომ ჩემს შვილს კონდეს მაგალითად. იმედი ახლა არ გვიყურებს და არ ეწყინება. ხო. აი შენ როგორი თინეიჯერი იყავ, ეგ მაინტერესებს და ნატას როლი როგორი იყო მაგდროს და აი თუ გახსოვს ის მომენტი, აი მაშინ როდესაც ნატამ დამიდგა გვერდში ან მითხრა ეს სიტყვა, ძალიან ემოციური ვიყავი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მქონდა და თითქმის ყველაფერზე მეტირებოდა მაგ პერიოდში რაღაც ძალიან ნერვიულობდი, გადამეტებულად ყველაფერზე. ნატო თუ არ ნერვიულობდა ნიშნებზე, მე ვნერვიულობდი ყველაფერზე ერთდროულად, როგორ ვსწავლობდი, როგორ ვიქცეოდი, რაღაცა ჩემ თავზე ვიღებდი, თითქოს აი ამ ყველანაირ პასუხისმგებლობას ვტვირთავდი საკუთარ თავს და ძალიან მომთხოვნი ვიყავი ჩემი თავის მიმართ სულ და რაღაც ცუდ ნიშანსაც თუ მივიღებდი, ან ცუდად თუ რამეს ვიტყოდი, ან ცუდად თუ ვეტყოდი ვინმეს რაღაცას ყველაფერზე, აი 10 მაგად ნერვიულობდი ხოლმე და ეგ მომენტები იყო ხოლმე თუ რამეს განვიცდიდი, აუცილებლად ორივე მშობელთან ძალიან ღიად ვლაპარაკობდი ამაზე და ეს რაღაც სახლში რომ მივდიოდი, სულ ეს კომფორტი მქონდა, რომ შემეძლო ამ ადამიანებთან ყველაფერი გამეზიარებინა ისე როგორც იყო და არა შელამაზებულად ან რაღაც სხვანაირად. და ეგ ესე კონკრეტული მომენტი არ მახსენდება, იმდენად ყოველდღიურობაში იყო, აი ეგ რაღაცნაირი მეგობრობა და სიმშვიდე და გვერდში დგომა. ხო. ესე კონკრეტული მომენტი მართლა არ მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ვიყავი და ამის გამკლავება ამათ და ხო არა, ესე ძალიან რთულიც არ ვიყავი ახლა. ხო, მესმის, ძალიან რთულიც არ ვიყავი ალბათ. მაგრამ ხო, ეგ რთულ მომენტებში სულ გვერდში მყავდნენ ესენი. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. ნატა არავატიროთ ახლა. არა, რევიზიას ვაკეთებ, ეს ახლა რაღაცას რო ყვება, ხო, აი უცებ რაღაცა ხო აღარ გახსოვს და გადიხარ თავიდან ყველაფერს. ეს ამხელა კულტურული დინასტია, აქედან მედიკოდან დაწყებული, კოტე, აი ყველა, რომელიც არ ვიცი, უამრავი ადამიანის მიზეზია საერთოდ მსახიობი რო არის. მათი ყურების გამო უამრავი ადამიანი მსახიობი. და ესენი რო ყავს ბებიად, ბაბუად, მაკა, ნატო, ნიკუშა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? წეღანაც კითხე, მაგრამ აი მინდა რომ ეს უფრო მარტივია თუ არის რაღაცა წნეხი მაინც საზოგადოებაში, რომ ყველა შენ გიყურებს, აი ყველაფერს შენს უყურებს, არის თუ არა ეს რაღაცა რთული. შეიძლება ეგეთი რაღაცაც იყოს, რაღაცა ესეთი ძალიან ემოციურობის მიზეზი? არა, ძალიან სიამოვნებს მე ეგეთი ადამიანები რომ მყავს ოჯახში და არასდროს არ მქონია ის განცდა რომ აი რა რთულია ესეთ ოჯახში დაბადება. აი ბუნებრივად რა ვიცი, ყველა როგორც იბადება ოჯახში, ესე დავიბადე მეც და გამიმართლა რომ ესეთ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ამაზე არც პრივილეგია არ არის ეს. შეიძლება რაღაცა კუთხით ვიღაცების აღქმაში ითვლებოდეს პრივილეგიად, მაგრამ პრივილეგია არის უბრალოდ რომ ადამიანები არიან ესეთები და ესეთი ოჯახის წევრები არიან. და მათთან და ამას აღვიქვამ პირველ რიგში მე და არა იმას თუ როგორი მსახიობები ან რეჟისორები ან მხატვრები ან ბალერინები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება რა არის, რაც ოჯახში შევიძენთ ხოლმე და აი მე გამოვდივართ გარეთ იმით. როგორც მოქალაქე, იმიტომ რომ ყველაფერი ხომ მაინც ეს ოჯახში ხდება. რაღაცა მომწიფდება და მე შენ ისეთი ჯარისკაცი გამოდიხარ და იქცევი რაღაცა მოქალაქეთ თუ კოლეგად თუ ალბათ ის რომ შეგეძლოს თავისუფალი აზრის დაფიქსირება ოჯახშივე და მე რომ გამოდიხარ გარეთ და ამას გეწინააღმდეგებიან ამაში ეს უკვე რაღაცა
არანორმალური ხდება შენთვის არა? რაღაც მე განცდა მაქვს, რომ ეგრე გავიზარდე, რომ შემიძლია ყოველთვის ყველაფერი მეთქვა და არასდროს არ ყოფილიყო ჩემი რაღაცა დაბლოკილი ჩემი აზრი ან ხო და მე გარეთ რო გამოდიხარ და სხვანაირად ხდება ყველაფერი და ყველა შენი სიტყვა დაბლოკილია, ამაზე პროტესტი გიჩდება და რაღაცა გამბავია ალბათ. მესმის ხო? დემოკრატიული ოჯახი. ხო, დემოკრატია უნდა იყოს ოჯახში. მივხვდი ხო, იმიტომ რომ ამდენი მსახიობი და რეჟისორი და ესე თავისუფლად რომ ერთმანეთს აკრიტიკებდა, ამით ყველა ღიაა და არ არის ამისი ფორმის შერჩევა საჭირო, გული არ დაწყდეს და ატკინოს. ეს ძალიან დიდი ის არის რა, მიმღებლობა და თან გამბედა. მამა ჩემი ეძახის ხოლმე სხვათა შორის, თურმე ჭორაობს ისა დედა ჩემს უთხრა. რაღაცა იმაზე, რომ რაღაცა აჩვენა, რაღაცა გააკეთა, რაღაც ესკიზი რაღაცის ქანდაკების და ესო ნატოსაც კი მოეწონაო და ანუ ესე იგი რაშავ დღეში მყავს თურმე მე კი არ მითხრა ხო არა და მართლა უბრალოდ რაღაცა შეიძლება სულ ფიქრობ რომ რაღაც რა ვიცი ესე ვეუბნებით ხოლმე ის განიცდის ძალიან ვიღაცა განიცდის ესე იგი მაინც თურმე მე არ ვიცოდი მაგაზე უნდა კითხო როგორი ბებია საუკეთესო მართლა რამდენი წლის იყო მე გავიგე რომ ტატუ გაიკეთა? ბებია ჩემმა და დეიდა ჩემმა ანუკა, ესე ერთ დღეს გადაწყვიტეს რომ ორივე ერთდროულად ტატუები გაიკეთა. კი. კითხო რა გაიკეთა? რაღაცა მცენარე. მართლა. კი. ძალიან საყვარელი იყო. წამოდი შენსო მითხრა. აი აქ ეს ტატუ და სულ ესე იწევდა რომ გამოჩენილი იყო ძალიან მოწონს. და ხო არ როდის იყო ეგეთი პანდემიის დროს, არა პანდემიამდე ალბათ. მე არც მეგონა რომ მოწონდა. არ ვიცოდი, არასდროს არ უთქვამს და წავიდა და გაიკეთა. მან არჩევანის პრობლემა ხოლმე, რაც გაიკეთებ, თორე შეიძლება გაიკეთო, მაგრამ აი რა უნდა გაიკეთო ისეთი. ნახა და მოეწონა იმ წამს ის გაიკეთა. მე რაღაცა მე სულ მომწონდა, მაგრამ სულ არის მე რაღაც პრობლემა, რაღაც ინფორმაცია შეგაქვს სცენაზე რა მაგით და იმდენად რამდენადაც მე ისეთ საწვალებელია ამის დაფარვა და რაღაცა ვიფიქრე რომ ჯობია არ იყოს, ვიდრე ამასთან ბრძოლა გამოვაცხადო, რა არის თილისმები და მაგთან ფაქტიურად, ხო? ანუ ჩემი რაღაცა ამბებია ზედ და იქ ხა რაღაცა, რა ვიცი მე. მანუ შენ კითხავ. აი სენის მიღმა რაღაცებზე, განცდებზე ვისაუბრეთ და წაღია თქვი რომ მე მქონდა რაღაცა პრობლემები კვებით აშლობასთან დაკავშირებით, ხო? შეგიძლია მითხრა რა იყო ეს, საიდან მოვიდა, როგორ გაიარა იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ ლამაზები ვიყოთ. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ალბათ ზოგს ისეთი რაღაცები გვაქვს გაკეთებული. აი ჩემ შვილებს რო უყურებ ეხლა რომ აი მინდა რომ მოვუყვა ეს ყველაფერი რა იყო. და რა სიგიჟე იყო და როგორ არ იძლევა შედეგს. და შენი გამოცდილება დარწმუნებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იქნებოდა. ხო, მე არ ესე კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, რატომაც დამეწყო ეს ძალიან ბევრმა რაღაცამ მიმოქმედა, ძირითადად უფრო საზოგადოების მხრიდან მოხვეულმა რაღაცა აზრმა და ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან ჭარბობს ის აზრი, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გქონდეს იდეალური გარეგნობა, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ. და რა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკში ძალიან ხშირად დღესაც რასაც უყურებ, რაღაცა ეპიდემიასავით არის კვებითი აშლილობა და ძალიან გადამდებია რაღაც კუთხით, როცა ხედავ, ძალიან საშიში ველები არსებობს ასევე სოციალურ ქსელში, რასაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თქვათ მოზარდები, როგორ იყენებენ ამ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ არის ძალიან საშინელი პოსტები, გვერდები, რომლებიც პირიქით წახალისებას აკეთებენ კვებითი აშლილობების და ძალიან თუ შეგხვდება, მოკლედ დავარეპორტოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრმა რაღაცა მიმოქმედა ერთად. იმანაც რომ რაღაცა საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ყოფილიყავი გამხდარი, იმიტომ რომ კონკრეტული სტანდარტი არსებობს საბალეტო სტუდიისთვის, მერე უკვე ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის საერთოდ უნდა აუცილებლად ჩაჯდე ამ სტანდარტში და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ჩავაბარე რეალურად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში იყო ეგ. რომ არ მქონოდა და მაკამ ბებია ჩემმა მითხრა პირველ
რიგში ეგ, რომ უნდა გაწამდე, რომ აი ამ სტანდარტებში ჩაჯდე მუდმივად მთელი ცხოვრება უნდა იყო რაღაცა დიეტებზე, უნდა ივარჯიშო ყოველ დღე და ასე შემდეგ და იმ მომენტში აი გარდატეხის ასაკში რო ხარ და თან ისედაც ძალიან დიდი ჰორმონალური ცვლილებები რომ მიდის შენს ორგანიზმში და კიდე რაღაცაებს რო აძალებ შენს თავს ძალიან დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს და ამიტომ აღარ ჩავაბარე მაგრამ მერე ისე მოხდა რომ რაღაცა შემომიძვრა ეს უარყოფითი აზრები და ფიქრები უფრო დაიწყო მაშინ როცა პანდემია იწყებოდა თან დაემთხვა ბევრი რაღაც ძალიან და პანდემიის დროს უკვე ეს ჩაკეტილობა რა ვქნა აღარ ვიცი რაღაცა სკოლას ვამთავრებდი მაგ პერიოდში და ვერ დავამთავრე, იმიტომ რომ არ შეგვეძლო რომ რაღაც აღგვენიშნა არაფერი, არც ბოლოს არ გქონია, არც არაფერი საერთოდ და აი ვერ ხვდებოდი საერთოდ რა ფაზაში ვარ დავამთავრე რამე და ახალს ვიწყებ, აი არაფერსზე თითქოს კონტროლი არ მქონდა საერთოდ და ერთადერთი რაც შემეძლო რომ გამეკონტროლებინა და რაღაც მხრივ ამაში წარმატება მეპოვა იყო ჩემი გარეგნობა და წონა და აი ამაში ვიპოვე რაღაცა წარმატების პატარა მარცვალი და ეს აღმოჩნდა მე ძალიან რთული შედეგების მქონე რაღაც და პანდემიის დროს დაიწყო თან დაემთხვა ის რომ კოვიდი დამემართა გემოდაყნოს დავკარგე და ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ერთად იმაზე რომ საჭმლის მიმართ ძალიან უცნაური და ძალიან რთული დამოკიდებულება გამიჩნდა და კვებითი აშლილობა ზოგადად ისეთი რაღაცაა რაც ძალიან რთულად შესამჩნევია სხვებისთვის ოჯახის წევრებისთვისაც მათ შორის თავიდან პირველ ეტაპზე იმიტომ რომ მე რო დამეწყო საჭმლის მიმართ რაღაცა კონკრეტული ისინი მქონდა ვთქვათ ვირჩევდი რაღაცა საკვებებს რაც იყო დაბალკალორიული ან რაღაცა ეგეთი და ამას ამჩნევდნენ და შეიძლება ჩათვალო ეს რომ უბრალოდ რაღაცა ბავშვი დაადგა ჯანმრთელობის გზას. ხო, ვეგეტარიანული რაღაცა. ხო, ბურგერებს არ ჭამს. ბურგერებს არ ჭამს, ჯანსაღმდეგობაზე გადასული. ხო, აი ეს შეიძლება თავიდან ეს დავინახოთ, მაგრამ მე უკვე იწყება რაღაცა ციკლის დაკარგვა, ძალიან სუქცივა, კანი გიშრება, თმაქცევა, აი ძალიან ბევრი ეგეთი სიმპტომი არის მე რაც მოდის, რასაც ცდილობ რომ დამალო შენ თვითონ. ეხლა მე ძალიან მალევე დავკარგე ძალიან დიდი რაოდენობის წონა და 2 წლის განმავლობაში ძალიან რთულ პერიოდში ვიყავი, როცა ფსიქოლოგიურად რაღაცა მართლა ჯურღმულებში ჩავედი და ძალიან სიამოვნებაში ძალიან მიჭირდა, მაგრამ ეს მთავარი ამ კვებითი აშლილობის რაღაცა არის, რომ უნდა დამალო სულ, რომ რამე გააქვს. ყოველთვის ცდილობ, რომ თუ ვინმე კითხვის ნიშანს გისვამს ამაზე, უნდა გაექცე. და ჩემ შემთხვევაში ეგ იყო სულ ვიტყუებოდი, სულ აბრალებდი რაღაცა ამ კოვიდის მერე რაღაც გემოსდაყნოსვის დაკარგვას, რომ მაგიტო არ ვჭამ. და ეს რაღაც მომენტამდე მოქმედებდა სხვებზე და რაღაცა ეს მიზეზი ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა იყო იმ მომენტში, მაგრამ რეალურად ძალიან რთულ მდგომარეობამდე მივედი. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ კლინიკაში დაწოვა დამჭირდა და ну აი დანარჩენი შეგიძლია ნატოს კითხო რა გამოიარა მან იმიტომ რომ ეს ცალკე ამბავი არის როგორ უნდა რა მდგომარეობაში იყო ნატო აი მართლა ძალიან გაუცებული ვარ რასაც ამბობ მაგრამ მე ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩემში ძალიან კარგმა ექიმებმა და ეს ძალიან დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზებული კლინიკა კვებითი აშლილობების და როცა დღეს ესეთი ეპიდემია მართლა ყოველ მეორეს და განსაკუთრებით ახლა გოგოებში ბიჭებშიც არის ძალიან გავრცელებული უკვე, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული სტანდარტები უცებ ბიჭებშიც გაჩნდა, როცა აქამდე არ ყოფილა. მაგრამ ანუ აი ძირითადი ის გოგოებზე გადის ხო ეს სტანდარტები და ძალიან ყველასთვის ძალიან ის არის ძალიან ყოველ მეორეს აქვს მართლა უკვე კვებითი აშლილობა. გეთანხმები. და ესეთი ფონი როცა არის ქვეყანაში და სოფლიოში საერთოდ არ არის ესე ძალიან ტაბუირებული თემაა ჯერ. ეხლა მე რო გავდიოდი ამ პროცესს, არავინ არ ლაპარაკობდა ამაზე და ძალიან მჭირდებოდა რომ ვიღაცა, თქვა თავის გამოცდილებაზე ლაპარაკობდეს ამ ქვეყანაში და ეს ძალიან მიჭირდა რომ ვინმე არ მყავდა რაღაცა ხელშესახები, ვისაც შემეძლო რომ მიმეწერა, ან მეკითხარ როგორ გაიარა ეს პროცესი და როგორ მივიდა გამოჯანსაღებამდე.
და რაღაცა ჩემთვის ეგ იყო მთავარი მიზანი, რომ ამაზე აულაპარაკებულიყავი, როცა დავამთავრებდი უკვე ამ გამოჯამრთელების პროცესს და რეაბილიტაციის პროცესს. იცი რა მაინტერესებს? არიან კონკრეტული ადამიანები, ან რაღაცა სიტყვები, ვისიც ჩაგესმის, ვის სიტყვებით ჩაგესმის, როდესაც აი ამ გზას ადგები, რაღაცა გულისტკენა, ტრამვა, რაღაცეების შედეგად არის ხოლმე. აი შენ რაღაცა შეიძლება გითხრას, რომ ჩათვალოს, რომ უნდა გითხრას აუცილებლად, რომ გამხდარი ხარ. ან უნდა გითხრას, რომ აუცილებლად მოიმატე. რატომღაც ასე ამ მეშვებიან ხოლმე და საერთოდ მე მგონია, რომ ეს ყველაზე საშინელი თვისება არის, რომ ადამიანი თავისუფლებას აძლევს, შენი გარეგნობა შეაფასოს და გამოკითხოს, რატომ მოხდა ეს. შენ შემთხვევაშიც ესეთი იყო, შეიძლება ვიღაც საერთოდ ყველას შემთხვევაში ყოფილა. ანუ ეს რა ვიცი, მე მგონი არავის არ უცხოვრია ისე, რომ კომენტარი არ მიუღია თავისი სხეულის, არ ვიცი, შეფასება არ. არა, ეს ჩვეულებრივ გამარჯვებას მერე. თუ გასათხოვარი ადამიანი ჯერ მაგაზე კითხებიან, ხო რა ოჯახით როდის უნდა გათხოვდე და თუ ცოტათი მომატებულიო დედა რატომ მოიმატე და თუ გამხდარია, ხო? და ზოგჯერ აი ეს რაღაცა, როგორ ვთქვა, სრულიად აბსოლუტურად უტაქტო რამდენიმე წიანდება ისე აქვს ადამიანებს გამჯდა როგორც გამარჯობა როგორ ახარ და საერთოდ რომ ეს რაღაცა ის არის და შეიძლება არ დიდათ არც მობრუნდება ეს დაავიწყდება მაგრამ საშინლად ტკენს გულს იმ ადამიანს ეს არის არ ვიცი არაფრის მომცემი აი არაფრის მომცემია საერთოდ რა გარდა გულის ტკენისა ხო ახლა შეიძლება ერთმა არ იმოქმედოს მაგრამ რაღაცა ცხოვრების განმავლობაში როცა აგროვებ ამ წნეხს რო გრძნობ საზოგადოებისგან რომ აი ესეთი არ უნდა იყო ესეთი უნდა იყო და ყველა რაღაცას კარნახობს და საბოლოოდ მისაღები არასდროს არ ხდები შენ თვითონ ცდილობ რომ მოძებნო გზა როგორც შეიძლება მოძებნო გზა იმისთვის რომ მისაღები იყოს ხვებისთვის და ეგ არის აი რეალურად შეიძლება ეს ერთმა კომენტარმა არ გამოიწვია ჩემი მაგრამ საზოგადოება ეგრე ფიქრობს უკვე რაღაცა გამომუშავებული აზროვნება არის ეს რომ კვებაზე კომენტარი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რაღაცა კომუნიკაციის ყოველდღიური გამარჯობა ნახვამდის. ამინდზე რო ლაპარაკობენ ჩვენც ესე უსაქმურად სულ რაღაცა ძალიან ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს ეს თითოეული დაუფიქრებელი შეფასება. მართლა ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. იმიტომ რომ აი თუნდაც მე რაც გამოვიარე ნერვული ანორექსია ქვია ეს დიაგნოზი ეგ არის ფატალური პირველი რაც წერია, ყველაფერს, ყველა ინფორმაცია რაც შეიძლება გადაამოწმოს სოციალურ ქსელში ან წიგნებში ან რაღაცა წერია, ნერვული ანორექსია თავდება ფატალურად. თუ არ გამოსწორდი, თუ არ გაიარე გამოჯამრთელების პროცესი. და ისიც არიცი, როდის ვეღარ მობრუნდები მაგ წერტილიდან. შეგიძლია შენ გითხრა რა გაიარე შენ როგორც მშობელმა? მანამდე ვთქვი რომ არის რაღაცები, რაზეც თქვა შეიძლება ვნანობ ვთქვათ, რაც მე გამეპარა ვთქვათ და შეიძლება და ესე არ ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ვთქვათ, ეხლა ეს შედეგია, უკვე ფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება ეს საჭიროც იყო იმისთვის, რომ ვთქვათ, მანიუს ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რაღაც ისეც გაუმკლავდა, რომელიც შემდგომ მის ცხოვრებას სხვანაირად წარმართავს. მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია ეს არ დაგემართოს და რა თქმა უნდა იმიტომ რომ საკმაოდ სახიფათო რამ არის ეს და არიცი შეძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას და პირველი რაც მახსოვს სულ ეს ექიმები ამბობდნენ რომ ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ის მომენტი შეიძლება ეხლა დადგეს როდესაც ეს ვეღარ მობრუნდება. აი რომ საუბრობთ, მაგ დროს ტვინში რა ხდება, არ ვიცით. აი ამ წამს შეიძლება ეს იყოს, შეიძლება უკვე მოხდა, შეიძლება ხვალ 7:09-ზე მოხდეს. აი არიცი ეს სულ აი ამ მდგომარეობაში ხარ, რომ არიცი დადგა ეს მომენტი, რომელიც ვეღარ მოგაბრუნებს უკან თუ და ძალიან რთულია მის მოსმენა თავისთავად, როცა ამას გეუბნებიან. ჩემი ვთქვათ პრობლემა არის ის რომ მართლა ჯერ იყო რაღაც ბრეკეტების გამო რაღაცა ისა ცოტა დაიკლო ეს ასაკის ის იყო რომელიც თვითონაც არ მოწონდა და განიცდიდა ამას და ცოტა როცა დაიკლო უკვე რაღაცნაირად კომპლიმენტებიც მიიღო ამასთან დაკავშირებით ჩვენგანაც მათ შორის
იმიტომ რომ არაფრით არ განსხვავდებით იმ გამარჯობა უიგახდი ეს ჩვენც ესეთები ვართ და მერე პანდემია და მაკამ შეამჩნია პირველმა თქვა რომ რაღაცა არ მომწონს როგორც ახლა ცოტა რიტუალური ფორმა აქვსო ამ კვების იმასო და მე არ მივიღე ეს აი რაღაცა ხო არის რომ კაი დედა დაანებე თავი და როგორც უნდა ისე ჭამს ბებოები ხო და ცოტა დამაგვიანდა ამასთან დაკავშირებით მაგრამ მე არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ ესე მანიუმაც რაღაცა ტესტი გააკეთა გახსოვს და მითხარი კიდევაც რომ მე მგონი ანორექსია მაქვსო პასუხები გავეციო და მე მგონი ანორექსია საწყისი ფორმა რო იყო მაშინ და მეთქი რა სისულელეა კაი რა ყველა ვხდებთ კოსტუმში უნდა ჩავეტიო და ამიტომ ხაჭაპურს არ ვჭამ მერე აი რაღაცა აი იმიტომ რომ ამ ცხოვრების წესით ვცხოვრობთ რაღაცაზე უარის თქმა გვიწევს არ არის ესე რომ ძალიან ცოტა ადამიანია ვიზეც შაქარი და პურფუნთუშეული არ მოქმედებს ხო ძალიან ცოტა ეგეთი ბედნიერი ხო და ამიტომ ეს არ იყო ჩემთვის თქვა ისეთი რაღაცა რომ ეხლა რა მოხდა ხო და მე ძალიან ამ პანდემიამ ამ ზამთარი იყო თან თბილად გვეცვა და ჩვენ რაღაცნაირად ვიწრო სახიანი ადამიანები ვართ და სახეზე არ სახეზე მომატება გასუქება არ გვეტყობა და ვინაიდან ზამთარში თბილად ეცვა და სახლიდან არ გავდიოდით სულ პლედი სულ რაღაცა ვერ შევამჩნიე ვიზუალურად ვერ შევამჩნიე თორე ის მაკამ აღმოაჩინა პირველმა და არ მივიღე ცოცხალი თავით აი ეს ძალიან სულ მაქვს ეს რომ ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო და შემდგომ უკვე მოხდა ის რომ საერთოდ აი თუ არ ვიცი ყველას თავის ინდივიდუალური გზა აქვს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეგეთ დროს უნდა ერთ ხაზზე დაჭდე და ენდო ექიმებს იმიტომ რომ შენი ჩარევა მანდ არის აი ეს ჩემი შვილი სხვანაირად იქცევა და ჩემი შვილი სხვანაირია და ჩემი სხვანაირია არ არის ეს იმათ იციან სხვანაირებიც ესეთებიც იციან და კიდე სულ სხვანაირები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ მიყვე და წაყვე და შენ იყო მხოლოდ მძღოლი და ვთქვათ ანალიზების ერთი ექიმისგან მეორესთან მიმტანი და აი რაღაცა ტექნიკური შემსრულებელი იყო და არ იყო ჩარეული იმათ კომპეტენციაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კარგი მშობლობა ჩემი აზრით არის ეს რომ რაც არ იცი იქ არ ჩაერიო იქ რაც არ უნდა ვთქვათ ისეთი ხარისხის არ იყოს ჩვენ კი მართლა სასწაული ექიმების ხელში აღმოჩნდით მაგრამ იმანაც არც თუ ისე კარგმაც შენზე მეტი იცის და ამიტომ ვფიქრობ რომ რაღაცა უნდა ეს ყველაფრის მცოდნეობის ზონიდან გავიდეთ როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას გაგვიმართლა რომ აღმოჩნდით ნინო ზავრაშვილთან ვიტყვი ამას ნინო ზავრაშვილთან და კეთი ჭანტურიშვილთან და გიორგი ბერულავასთან და ნინო პატრაშვილთან ხო მაცალე ვაპირებდით პირველი მივედით ენდოკრინოლოგებთან და შემდეგ უკვე ეს არის ფსიქოთერაპია და ფსიქიატრი გიორგი ბერულავა და ნინო პატრაშვილი რომელიც კონკრეტულად ეხლა არ ვიცი მაგრამ მაშინ სწორედ ამ კვებით აშლილობის ხაზით ესენ მართლა მე არ ვიცი აი საჩუქარია რა ამ ქვეყნის რომ ეს ადამიანები აქ არიან და ჩვენთან არიან და ჩვენ ვკურნალობენ და არ წავიდნენ სხვაგან და სადაც ნამდვილად თავისუფლად შეუძლიათ და არაერთ გზის ქონიათ მოწვევები. მადლობა ყველა კარგ ექიმს ნამდვილად რა. ეს არის მართლა თავისი საქმის ფანატიკოსები. ფანატიკოსები ნამდვილად ყველა პროფესიონალს. თქვენ მადლობა ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ გაგვიზიარეთ მე დარწმუნებული ვარ ერთი ის რომ ძალიან ბევრ კომპლიმენტს მიიღებ შენ. ამ ვიდეოების თუ როგორც არის ეპიზოდის ქვევით და კომენტარებში.
შენი სილამაზე სულ სხვა რაღაცაშია. მე გეტყვი, მოდი ვივარჯიშოთ კომპლიმენტების მიღებაში. ჩაუძრებია. არა, დუბლი მეორე. მე გეტყვი, რომ ლამაზი ხარ და შენ მეტყვი მადლობას. ესე ვქნათ. მოდი. დიდი მადლობა. კარგი, მიდი. მანუ ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. არაფრის. ნატა ძალიან ლამაზი ხარ. როზე ხარ მითხრა ეს ისა? ანა, შენ ძალიან ლამაზი. მადლობა, ხო, მივიღოთ ეს რა. უნდა მივიღოთ რაღაცნაირად, ხო. უკეთესი მინდა რომ ვიყოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, მომწონხარ არის, ლამაზი არ ვიცით რა არის, ხო? ლამაზი ხო, რამე სტანდარტია. სტანდარტები არ არის. ანუ მე შენ მომწონხარ და ჩემთვის ლამაზი ხარ. ხო. კაი, მოდი გამხიარულდეთ, მოკლე კითხვებს. დაგისმევთ ყველაფერს, გავარკვევთ და გაგიშვებთ სახლში. ნატა, მანუ რომ ბრაზდება, ის გავს ციყვს. მანუ ნატა ყველაზე მეტად ნატას ეშინია პეპლების. აღარ. ეშინოდა. ეშინოდა. ღამის. მანუ საყვარელი ადგილი არის? სახლში მაგიდასთან უყვარს ჭდომა. მანუ ნატას რო ვუყურებ სცენაზე, მიხარია. სიამოვნებს. სიამოვნებს. ერთი სიტყვა რითიც დავახასიათებდი მანუს. სამართლიანი. ყველაზე მეტად ნატასთან ერთად მიყვარს ლაპარაკი. მანუ რომ სახიობი არ გამოსულიყო, ალბათ იქნებოდა საუკეთესო? არ ვიცი, ბევრი რაღაცა. ფსიქოლოგიც იქნებოდა, ფსიქიატრიც იქნებოდა, იმდენი პროფესია შეიძინა. მანუ ნატა როლზე რომ მუშაობს, ჩვენ სახლში ყველა ცდილობ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. არ ვუშლით ხელს ერთმანეთს. მანუსგან ყველაზე ხშირად მესმის ფრაზა? აუდე. ჩემი სიკვდილი. მანუ თვისება, რომელიც მინდა რომ ნატასგან მქონდეს. კარგი მესაიდუმლეა. კარგი მესაი. და ვიყო მეც და არ ვიცი ვარ თუ არა, ალბათ არ ვარ. ნატა მანუს ყველაზე მეტად ეზარება? თავისი ყავის ჭიქის გარეცხვა. ხო, მართალია, ყავის ჭიქა ცოტა ხანდა იდოს. მანუ და ნატას ყველაზე მეტად ამხიარულებს? პუკა ჩვენი ძაღლი, თავისი ჩიტები და ბავშვებზე რო უყურებს ხოლმე რაღაც რილსებს, აი ეგ. და მე ყველას გვიყრის და ჩვენ ეგ არისო რეაქცია დაულაიქე დაუგულე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ და ვფიქრობ რომ ეს ეპიზოდი განსაკუთრებული იქნება. ასეთი მოლოდინს ვქონდა. და რა თქმა უნდა არ დამავიწყდება და განმოგცემ საჩუქარს. აიმე. ქართული ბრენდი ნიკოლოსგან. ვაიმე, ეს გავწიო შეიძლება? კი. ცოტა ნელავისა, ფრთხილად არ დავაზიანო. ფერი არ მოვა. ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ძალიან საინტერესო როგორც გნებავთ. საინტერესო აქსესუარებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. და ვფიქრობ რომ თქვენი საჩუქარი სხვადასხვანაირია რომ გაცვალოთ ხოლმე. რა ლამაზია. საყვარელი ხარ ძალიან. მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია და ძალიან ისეთია. ტრენდული ფერია. ასევე ჩვენი სპონსორი ორინაბიჯისგან, რომელსაც ძალიან მოქნილი აპლიკაცია აქვს და კურიერმა მოგვიტანა თქვენი საჩუქრები და ვფიქრობ რომ შესანიშნავი დროა ესეც უნდა გადმოგცეთ. რა ხდება? კი, ასეთი წესები გვაქვს გენაცვალე. ორინაბიჯისგან უსწრაფესად მოგვიტანა კურიერმა თქვენი საჩუქარი, აქ არის სხვადასხვა ღვინოები, რომელიც დაგემოვნებათ შეგიძლიათ ნებისმიერ კარგ საღამოს. როგორც წითელი, ასევე თეთრი. მანუს თეთრი ღვინო უყვარს. მადლობა თქვენ, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან საუბრით და მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩემთან მოსვლით. მადლობა რომ პირველად ერთად მოგვიყვანეთ პოდკასტში. პირველი გამოცდილება იყო ძალიან სასიამოვნო. ძალიან საინტერესოა თქვენი ყურება და მოსმენა. დღეისათვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩემი სპონსორია Ashley Home Story, რომელიც გვთავაზობს ამერიკულ ხარისხს როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის. მადლობა თქვენ რომ გიყურებდით. დღეისათვის სულ ეს იყო და შემდეგ სამშაბათამდე გემშვიდობებით.